მოგესალმებით, მეგობრებო. იუპიტერის ფილოსოფიური არსი მინდა დღეს გესაუბროთ. იუპიტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა გვყავს რუკაში, მაგალითად მეცხრე სახლი, მშვილდოსანი, ეს იუპიტერის ენერგიები არის, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის გაფართოება, ეს არის სწავლა, განვითარება, სხვათა შორის კეთილდღეობა, ეს ყველაფერი იუპიტერის ენერგია არის, მაგრამ ამის მიღმა მინდა უკვე არსზე გელაპარაკოთ უმაღლეს გამოვლინებაზე იუპიტერის ენერგიაზე, რომელიც მაინც ვერ შეხვდებით ხშირად, რომ შეიძლება ეს ენერგია ბოლომდე გქონდეს, მოდი ადამიანებს ესე რომ ვთქვათ განვითარებული. იუპიტერის ყველა პლანეტას აქვს უმაღლესი ოქტავა და რა თქმა უნდა ჩვენ ვიბადებით იმისთვის რომ ეს ენერგიები რაღაც დონეზე მაინც დაუახლოვდეთ ამ პლანეტების უფრო მაღალ ვიბრაციებს, ხო? და ყველას აქვს თავისი უმდაბლესი გამოვლენა და უმაღლესი გამოვლენა. აი იუპიტერიანული ენერგიის უფრო მაღალ გამოვლენაზე მინდა დღეს გესაუბროთ. პრინციპში დაბალზეც. ოღონდ აი უფრო ცით როგორი კუთხით აი გავაფართოვებ ახლა იუპიტერიანულ ენერგიას და უფრო აი საკაცობრიო დონეზე, საზოგადოებრივ დონეზე მინდა უფრო ავხსნა ეს პლანეტა როგორ მუშაობს სინამდვილეში და სად უნდა ვხედავდეთ აი უმუშავებს ადამიანს, სოციუმს, ქვეყანას, მაგალითად ასე თუ ესე იუპიტერი თუ მაინც არ უმუშავებს. აი გლობალურად რომ შევხედოთ ამ პლანეტას. პირველ რიგში ცოტა მაღალ დონეზე იუპიტერის ენერგია ეს არის ძალიან მაღალი საფეხურიდან გადავხედოთ პროცესებს, ზევიდან დავინახოთ რაღაცეები, ხო? მაგალითად, ჩვეულებრივ უფრო განვითარებულ ფილოსოფიური კუთხით შევხედათ, იუპიტერი მართავს პოლიტიკას. მართავს გლობალურ პროცესებს, ხო? და კიდევ უფრო მაღალ დონეზე რო ავიდეთ, მართავს სულიერებას, რელიგიას, ღმერთის ენერგიას ვეძახით, ხო? და აი უფრო პრაქტიკული კუთხით რო გითხრათ, ეს არის კანონები. ანუ თვითონ იუპიტერიანელებს ხშირად შეგვიძლია ვთქვათ ხოლმე, ან საკანონმდებლო დონეზე კარგი იურისტები შეიძლება იყვნენ, ხო? საკანონმდებლო სფეროში მუშაობდნენ მაგალითად, ხო? იმიტომ რომ თვითონ ამ ენერგეტიკას, იუპიტერიანულ ენერგეტიკას აქვს, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც წესები, უმაღლესი კანონები, ძალიან მაღალ დონეზე იუპიტერი ეს არის ღვთიური კანონები, რომელიც სხვათა შორის მე სატურნთან გადადის და კარმას ზუსტად სატურნი აგროვებს და იუპიტერიანულ ზონაში თუ რაღაცეებს არასწორად ვაკეთებთ, ის მე სატურნი ამას კარგად იმახსოვრებს, როგორც კარმას, ვალებს, ეს ვალები უკვე სატურნი არის. იუპიტერის სფერო ასევე არის, როცა მაგალითად ადამიანი რაღაც ისეთი საზოგადოებრივი კანონებით გამოდის, ხო? აი მაღალ განვითარებული იუპიტერიანელი ეს არის დიდი გლობალური ხედვის, ადრე იყვნენ უფრო ქურუმის არქეტიპი არის ჩვენთან იუპიტერი, ქურუმი, რომელიც რაღაც სამყაროს კანონებს ხედავს, სამყაროს, აი თუნდაც მარტივი კანონები, როდესაც უშუალოდ ქვეყნის კანონებად იქცევა, ხო? და აი ეს კანონები ასევე არის დაუწერელი კანონები, ხო? აი მაგალითად ადამიანების, აი ღირებულებებში რო გადავდივართ იმ კანონებზე გვაქვს, ხო? აქ საუბარი. აი ღირებულებებში მაგალითად ადამიანებს უხეშად რო არ უნდა მოეპყრა, თორემ მე უკავშირს მიიღებ ადამიანებისგან, ხო? აი მარტივი სამართლიანობის პრინციპს რო უნდა ვიცავდეთ, ხო? და ყველას თავისებურად ესმის ეს სამართლიანობა, მაგრამ არის იუპიტერიანულ ენერგიაში ძალიან, მოდი ესე ვთქვათ, კარმულად, ძალიან სერიოზული იუპიტერი მშვილდოსანი მეცხრე სახლი, ანუ ამ ენერგიებში ვინ რა დონეზე არის. იმიტომ რომ აი შეიძლება ზოგადი სამართლიანობა ყველას თავისი ქონდეს, მაგრამ არის რაღაც გლობალური, საკაცობრიო დონის სამართლიანობები და აი აქ ამ ენერგიასთან, ხო? ყველა თავისებურად ვსწავლობთ ნენელა, რომ უფრო ავწიოთ ეს ხარისხი. ეხლა მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე აი ღირებულებების თემაზე, ხო? ყოველთვის იყო როგორი რაღაც, იცით, აი ყველა ქვეყანას თავისებური ენერგია აქვს. მაგალითად, იუპიტერული ენერგია არის ელემენტარული კანონებიც. აი ჩვენ მოქალაქეები რო დავდივართ, აი როგორ ვიცავთ მაგალითად რიგს.
როგორ შეგვიძლია მანქანაზე რო ვზივართ დაუთმოთ ერთმანეთს გზები, ხო? ანუ საზოგადოებრივ წესრიგს რაც უზრუნველყოფს, ესეც იუპიტერიანული ენერგია არის. და როდესაც ახლა ჩვენ ქვეყანაში ცოტა პრობლემა გვაქვს ამ კუთხით, თან სამთვარე ყავს შულდოსანში, ნეგატიურ კარმას გულისხმობ, შეიძლება ამ კუთხით ხა ჩვენთან უფრო ცოტა სხვანაირად მუშაობს, უფრო ისეთ იღბალს ვერ ვაგროვებთ უფრო ამ თემაზე არის ჩემ შემთხვევაში მე რასაც ვფიქრობ, მაგრამ მაინც ეს ნიშნავს, რომ აი სადღაც ურთიერთპატივისცემა არ არის გამჭდარი საზოგადოებაში. თითქოს ახლა მე ყველა საზოგადოებაში რაც არ წახვიდე, მაინც არის რაღაც, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში აი ეს იუპიტერის ენერგია, რომელსაც მე ავტომატურად მოყვება ფინანსური კეთილდღეობაც, იმიტომ რომ იუპიტერი ფინანსებსაც მართავს, იქ მოყვება კეთილდღეობაც ავტომატურად, ხო? მაგრამ თავარი ის არის, რომ არის შეთანხმებული ჯერ საკანონმდებლო დონეზე ქვეყნები, ევროპას გულისხმობ აქ ამ შემთხვევაში, რაღაც შეთანხმებულები არიან საერთო ღირებულებებზე და შემდგომ არის ეს დაუწერელი კანონებიც. მაგალითად, ახლა როცა ვცხოვრობდი ევროპაში, დაუწერელი კანონი იყო, რომ რომ მიდიხარ სასეირნოდ, ვინ შეხვდება, უნდა მიესალმო, ხო? ეს მისალმება რა არის? ეს არის ღირებულებითი ნაწილი არის, ხო? რაღაც ენერგიას უხსნი ადამიანს. ანუ ნდობა არის, ხო? ეს პირველი, როცა უცხო ადამიანს ესალმები, ესე იგი აქ ნდობა არის, უკვე მიმღებლობა, ნდობა და გახსნილობა არის უკვე. ანუ სადღაც არ ელოდები, რომ აქ რაღაცა იქ ამის უკან რაღაცა დეს და ჩაოლებრივი ნდობა არის, ხო? ანუ ნდობა, ესე იგი ღირებულებათა სისტემა იქ მყარი არის. აი ჩვენთან როგორ არის, რომ ერთმანეთს რო არ უთმობენ გზებს, მაგალითად გზას რიგშიც, აი თუნდაც ძალიან გიღიმიან, ძალიან კარგად არის შეყარე ჯგუფში, რაღაც ნაწილს გულისხმობ, ხა საზოგადოების ხა განათლებული კულტურული ნაწილი, ეგრე არ არის თქო და ნუ აი იმ კატეგორიას გულისხმობ, რომელსაც ეს იუპიტერიანული ენერგია სისტემაში არ აქვს, ხო? და აი ეცეთ როგორ ის მახსენდება ხოლმე ეს ბრბორო არის ხო ეცეთ სისხლი რო წყურია და ერთმანეთს შეჭამენ მერე აი მაგამდე მივლენ ხო ანუ სადაც ღირებულებები არ არის სადაც თავარი მარტივი კანონები არ არის იქ ჯერ არის ხოლმე რომ ხროვართად დგება და განდევნიან იქ ვისაც ცოტა ესეთ ღირებულებების ნაწილში რაღაც სწორი ხედვები აქვს მე ისინი ერთმანეთსაც ანადგურებენ ძალიან მაგონებს დღევანდელ სახელმწიფო გონცხათა შორის კატეგორია. სადღაც, ხო? იმიტომ რომ ღირებულებებისგან არიან ხოლმე გამოცარიელებულები, ხო? და ეს ღირებულებების სისტემა ხარავის არაკლია ჩვენთან ღირებულებების არ ქონა გარკვეულწილად, მაგრამ აი რო აგიხსნათ უფრო მაგიტა ვიყენებ ხოლმე რეალურ ცხოვრებისელ მაგალითებს, რომ უფრო მიხვდეთ იუპიტერის ენერგიას. ეხლა თუნდაც სკოლა რომ აქ ასტროლოგიის ეხა 2 აგვისტოს გვეწყება კიდევ ახალი კურსი. და იქ დეტალურად გავდივართ ხოლმე, ცხოვრობთ ამ პლანეტებს, ხო? ეგ ჯგუფური თერაპიებიც არის და ვისაც გაქვთ სურვილი კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ასტროლოგია, შეგიძლიათ მოხვიდეთ 40 საათიანი კურსი მაქვს, მაგრამ აი ვინც მაგალითად ცდილობთ რომ იუპიტერის ზონაში გაერკვეთ, ხო? აი თუ როდისმე უსამართლობის ხვერპლი ყოფილხართ, თუ სადღაც დაგინახავთ აი ეს ღირებულებების არ მქონე ხალხი, რომელიც აი ძიძგნიან ერთმანეთს, ხო? სადღაც აი ჩემთვის იყო ხოლმე ძალიან უცნაური, რომ ხედავდი, როგორი კულტურის და ღირებულებების მიღმა შეიძლება სოციუმის რაღაც ნაწილი ჯგუფი იყოს, ხო? და ნუ ეს მერე რა არის? ქაოსი არის ეს მეგობრებო. ანუ როცა ქვეყანა საზოგადოების რაღაც ნაწილს, ან ჯგუფის რაღაც ნაწილს იუპიტერი გაქცეული აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? არ აქვს, ხო? იქ მიდის ქაოსი. რატო ქაოსი? აი ნახეთ, არის სოფლიო წესრიგი, სოფლიო და ეს არის ჯერ რელიგიური კანონები, რომელიც ახლა მაგალითად ინდურ ფილოსოფიაში ხა ნუ სანსკრიტზე, ვედურ ფილოსოფიაში სულ ამაზე არის საუბარი, რომ არის რაღაც სამყაროს კანონები და მარტივად შენ თუ დაარღვევ ამ კანონებს, ეგ არის უკვე კარმა. ხო? ანუ სადღაც ბალანსი დაერღვა, სადღაც რაღაცას მიეჯაჭვი, ანუ არის რაღაც სამყაროსეული დიდი კანონები და ამის დარღვევა ჩვენ ძვილად გვიჩნდება. ანუ იგივე იყო ადამ და ევასაც ქრისტიანული მიდგომით, რომ ქონდათ რაღაც წესები, ყველაფერი შეეძლოთ ერთადერთის გარდა, ხო? ანუ რაღაც აკრძალვა ყოველთვის იყო. და სადღაც იყო რაღაც წესი, რომელიც მათ დაარღვიეს.
აი წესი, კულტურა, კანონი, ეს არის ჩვენთან იუპიტერი. აი ამის დარღვევა და მერე კარმა და ვალები ეს არის სატურნი. ანუ ძალიან ფილოსოფიურ დონეზე რო ავხსნათ, ხო? და თუნდაც ვედურ ფილოსოფიაში აი ეს მთავარი ბრძოლა რო არის, მაგალითად, ხო? არჯუნასა და კრიშნას დიალოგი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დიალოგი, ხო? და სხვათა შორის, მან, რომელიც მაგ 12 წელს ვიყავი მაშინ რო წავიკითხე ეგ დიალოგი და ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ფაქტიურად 20 წლის, 25 წლის შემდეგ ჰიპნოთერაპიის ზუსტად იგივე ვნახე, რაც ეწერა ამ წიგნში. რომ იქ კრიშნა ეუბნება, რომ არის სულიერ სამყაროში უკვე განზომილება, სადაც ეს ყველაფერი უკვე მოხდა. ყველაფერი დამთავრებულია, ეს ბრძოლაც დამთავრებულია, ყველანი მკვდრები არიან. და ოღონდ აქ ეხლა ამ დროში ჯერ არ მოხდარა, მაგრამ არის დრო, სადაც უკვე ყველაფერი მოხდა. და არის ადგილები და დრო, სადაც მომავალი უკვე არსებობს, და ისიც უკვე მომხდარი არის. და სხვათა შორის ჰიპნოთერაპიაზე, რეგრესულ ჰიპნოზზე ზუსტად ეს იყო საინტერესო, რომ მე ვნახე თითქოს მომავალი, ძალიან შორეული მომავალი, ჩემი ინკარნაციები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც იქ უკვე არის. იმ დროში, იმ სივრცეში მიდის ესე და ну, აი, ჩემთვის იყო რაღაც ადგილში აღმოჩნდი, სადაც ესე წარსულიერი და წინ მომავალი არის და ერთ სიბრტყეში ხედავ. და მე მივხვდი, რომ არის რაღაც, აი, ეზოთერიკაში არის ესეთი მაგალითად ინფორმაციული ველი, ენერგეტიკული ველი, ფიზიკური ველი, ხო? რაღაცები უკვე ხდება უფრო ნატიფ სამყაროებში. იქ უკვე მოხდარი არის ის ყველაფერი და ძალიან ნენელა სხვადასხვა სამყაროებში ის მერე განხორციელებადი არის. ანუ ჩვენ სხვადასხვა ნატიფ სამყაროებში უკვე ბევრად წინ ვართ და იქ უკვე ყველაფერი მომხდარი არის. ზუსტად იქ რაც არჯუნასა და კრიშნას შორის ერთ-ერთი ძალიან დიდი ფილოსოფიური, ალეგორიული დიალოგი არის, ფაქტობრივად თურმე ეს მე წამიკითხავს ძალიან ბევრი წლის წინ და აღარც მახსოვდა. და ზუსტად ეგ წერტილი ვნახე, სადაც ვნახე ის მომავალი ცხოვრებები, რომელიც ავტომატურად იქაც ყველაფერი მომხდარი არის. კიდევ უფრო შორსაც არის რაღაცაები, მაგრამ არის უკვე რაღაც სამყაროები, სადაც ეს ჯერ არ მომხდარა. აი ესე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც ეს გამოცდილება და ფაქტიურად რასაც მე შემდგომი ჰიპნოთერაპიებზე, ფსიქოლოგიაში, ყველაფერში ვიკვლევდი, ფაქტიურად ეს ეწერა უკვე ძალიან ბევრი საუკუნის წინ. ძველ ვედურ ლიტერატურაში, ესე რომ ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ყველაფერი რა არის სამყარო, როგორ მუშაობს კარმა. აი ეს ყველაფერი ძალიან ბევრ თერაპიულ პრაქტიკაში ნაბიჯ-ნაბიჯ რო ხსნიდი, ფაქტიურად მაგას ნახულობდი მე, რომ თურმე ეგრე ყოფილა. მე უფრო პრაქტიკოსი ტიპაში ვარ, ვიდრე თეორეტიკოსი, ანუ რაღაცას თუ ვკითხულობ, ის ჯერ ჩემ თავში დავამტკიცო და გავიარო ეს გზა ხოლმე და ნუ ეს აღარც მახსოვდა მე და რომ ნახე მე თავიდან გადავიკითხე ეს წიგნები და მე მივხვდი, რომ ეს რო წავიკითხე, ეს თურმე ესე ყოფილა, ჩემთვის პირადად ესე. და როდესაც აი ამ ღირებულებების ნაწილში ჩვენ კონტაქტი გვაქვს აი ამ მაღალ სამყაროსეულ კანონებთან, ხო? ეხლა მეც მაქვს ეს ელემენტარული, ახლა არის ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ რაღაცას კონფლიქტი მოყვება, ხო? და შესწრებულიც ვართ ხშირად ამას და ის აღარ ჩანს ვინ იქ უჩხიკინა, ხო? და ყველაზე ესეთი საინტერესო ის არის, რომ მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე, გინ ჯგუფური თერაპიები იყო, გინ სხვა გამოცდილებები იყო. ერთი ფილმი აი აგორა რო არის, მე ადრეც მithქვამს თქვენთვის, ელენა მშვილდოსნის გადაღებული არის და ელენა მშვილდოსანი ეს იუპიტერიანელი არის, ელენა დეონესე, ხო? და ეს უკვე ნიშნავს ეს ჰელიკოპტერ ვიუს რეძახიან, ხო? ვერტფრენიდან დანახული, მაღალი სურათიდან დანახული, ხა ელენა მშვილდოსნებს, მეცხრე სახლის ელენებს, იუპიტერს ელენა შეერთების ეს აქვთ მაღალი ხედვა, ხო? და აი ზუსტად ამ ადამიანის გადაღებულში ეს არის, რომ მთელი პროცესები ხდება და ორ ადამიანს ესმის მთელი ჭეშმარიტება. ანუ ის სამყაროსეული სინამდვილე, ნამდვილი, სხვას არავის არ ესმის. და აი ზუსტად ჩემთვის ახლა ადრეც მithქვამს ერთ-ერთ ვიდეოში ამ აგორაზე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმი არის. და შტაინერსაც აქვს სხვათა შორის ამ ქალზე, ამ პერსონაჟზე, ასტრონომზე, პირველ ასტრონომ ქალზე, მეცნიერზე, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ცხოვრებებში უკვე მხატვარი იყო, საერთოდ სხვაგან წავიდაო მერეო და ძალიან საინტერესო
დიალოგები აქვს მას მე თავის ლექციებში ამ ადამიანზე და მოკლედ აი ამ ფილმში რაც ხდება მე ძალიან ხშირად ხედავდი ამას რეალურ ცხოვრებაში რომ აი ჯგუფური თერაპია არის იქ რაღაცა ჯიკაობა მიდის და როგორ ხდება ხოლმე იცით ვიღაცა ესეთი დარკი გამოვა იმას ის გადაიბირებს აყვება მე სხვა აი ესეთი გადაუწყვეტელი ამორჩეველი ესე რომ ვთქვათ და 1-2 არის რომელიც ასეთ ესე სურათს ხედავს და რა თქმა უნდა ისინი იჩაგრებიან ხოლმე როგორც წესი აი საზღვარგარეთ იგივე სიტუაციაში რომ აღმოჩნდა რომ არ ევროპელებთან ან თვითონ ევროპელ ჯგუფში აღმოჩენილ ვარ იქ ესეთ რაღაცები არ ხდება იქ წამყვანები არიან აი ამ იუპიტერიანული მენტალობის ხალხი, რომელიც ჭეშმარიტებას ასე თუ ისე ხედავენ. ეს დარქები ჩუმად არიან და მიყვებიან პროცესს. ანუ აქ როგორი რაღაც არის, იცით, მნიშვნელოვანი? საერთოდ იუპიტერი მართავს სწავლება, განათლებას. ვინც განათლების სფეროში არის, აი რაღაცას ასწავლიან, ან რაღაც ძალაუფლება აქვს თუნდაც ხო ხელში და ქვეშევრდომები ყავთ. აი რაღაც სამართლიანობის პრინციპზე ხო უნდა იყოს ეს ყველაფერი. აი აქ თუ იუპიტერის ენერგეტიკული ველი და მე აქ უკვე აღარ გულისხმობ პირად რუკაში რა ხდება და რა ასპექტები აქვს იუპიტერს და ასე შემდეგ ხო აი ეს უკვე ადამიანის სულიერ განვითარებაზე არის აქვს აი კავშირი ამ ზოგად ჭეშმარიტებასთან თუ არა აქვს შეიძლება ახლა ჩემ შემთხვევაში ვისაც მშვილდოსანი ყავს პოზიტიურად იმათ გაცილებით აქვთ ხოლმე ამ სამართლიანობასთან უფრო აი გაცნობიერება ხა ელემენტარული შავი თეთრი ესმით ხო აი ძალიან პრიმიტიულ დონეზე რო ავხსნა და აი როდესაც სხვადასხვა ჯგუფურ ზეთ თერაპიულ პროცესში ვიღებ მონაწილეობას იცით როგორ არის ხოლმე რომ აი ვუყურებ და ეს მგონია რომ პირველ კლასში რო ხარ აი ელემენტარული რო ჯერ უნდა გაერკვეს ხალხი ელემენტარულ ანბანში ხო რა არის აი მარტივი ჭეშმარიტებები ხა თუნდაც ქუჩაშიც რო გავივლით აქ ჩვენთან აი ელემენტარული მიმართვის კულტურა ჯერ ეს აქვს ხო ბევრს ასწავლი ჯერ ელემენტარული ურთიერთობა, ანუ საერთოდ რო არიციან, არაფერი რო არიციან, ზოგჯერ ესეთ რაღაცასაც ვაწყდებით და აღარც გააქვს სურვილი რამე სერიოზულზე დაელაპარაკო, იმიტომ რომ ჯერ პირველი კლასია გასავლელი ადამიანს და ვერ ელაპარაკები მე-9 კლასის პროგრამას ან უნივერსიტეტის პროგრამას, ხო? აი ეს იუპიტერიანული ენერგია ეს არის, რამდენად ადამიანს ეს იუპიტერის თემა აქვს საერთოდ შესწავლილი და გაცნობიერებული ოღონდ კარმულ დონეზე. არა ჩვეულებრივ პლანეტარულ დონეზე, ხო? აქ ხო უმაღლესი ესენი არის, ახლა სხვა შორის უმეტესად როგორი რაღაც არის, იცით, კარგი იუპიტერიანული ენერგია თუ აქ დაჭერილი ადამიანს, ყველაზე ადვილი შესაძლოა რომ მარტივი სამართლიანობა ესმის. და იქ არ არის, რომ ახლა ხშირად არის ხოლმე ფსიქოლოგიაში მართლა არის პროექცია ძალიან ბევრი რაღაცა და ჩვენ აი ამ რაღაც შინაგან ენერგიას ვაპროეცირებთ თუნდაც დადებითსაც ვაპროეცირებთ ხო ახლა სიყვარული ესა პროექცია არის როცა ჩემი რაღაც პოზიტიური ენერგია გადავიტანე ვიღაც ობიექტზე ხო მაგრამ არის კიდევ რაღაც კარმული სამყაროსეული კანონები რომელიც ამ ფსიქოლოგიების ცოტა მიღმარი ის პროექცია საიდან მოდის ის ჩემში საიდან არის ეს ენერგია ხო სადღაც გამოცდილებაში არის სულიერ დონეზე ახლა ფსიქოლოგია ამას ესე ვერ უყურებს რომ იქ რაღაც შეიძლება ინკარნაციები იყოს შეიძლება რაღაც ანუ სული ცოტა სხვა ფილოსოფიური აღქმა არის ხო ამ ყველაფერზე მაგრამ იუნგისეული ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით ხო შეიძლება იყოს რაღაც გაცილებით მიღმა შორი ხო სამყაროდან მოსული სული რომელსაც ან აქვს გამოცდილება ან არა აქვს ჯერ შესაბამისად ეს სამართლიანობის თემები რასაც იუპიტერი მართავს ხო აი ზოგადი ელემენტარული კულტურა, ელემენტარული სამართლიანობა, ელემენტარული ის რომ მე თუ ვიღაცას ვკრავ, ისიც მკრავს, ეს ელემენტარული, აი ზოგჯერ კი მიკვირს ხოლმე ხა ჩემ სმენელი ესე რომ თქვა არ არის ესეთი ელემენტარული ისა პირიქით ძალიან კარგი ხალხი მოდის ხოლმე ჩემთან იქ ჯგუფურ შეხვედრებზეც, ლექციებზე, ტრენინგებზეც, ეხა ესეთ მარტივ რაღაცებზე არ გვიწევს საუბარი, მაგრამ მე იმისთვის ვამბობ ზუსტად ამას, რომ ძალიან ხშირად ალბათ თქვენ შეხვედრილ ხართ უსამართლობას ბჭყალებში, და ეს იუპიტერიანული ენერგია არის. სადღაც ღირებულებების პრობლემა შეიძლება იყოს სოციუმში, იმიტომ რომ სხვაგან ახლა ხშირად არიან ხოლმე უცხოელი მენტორები ჩამოდიან ხოლმე ან მე ვესწრები ხოლმე უცხოელების ლექციებს, ვერც კი ხვდებიან რაზე არის აქ საუბარი, ანუ კულტურული კუთხით ეს იუპიტერიანული ენერგია როგორი შეჭმულია ამ ქვეყანაში, აი ამის
ის ვერ ხვდებიან აქ რაზე არის, ხო? იმიტომ რომ იქ იმათთვის ეს იმდენად ელემენტარული არის, რომ ვერც კი წარმოუდგენთ, რომ სხვანაირად შეიძლება იყოს, ხო? რომ აი შეიძლება ადამიანს აქვს აი იმხელა, აი მთელი სისტემის გამო, მთელი სოციუმის, კომუნიზმი, ომი, რაღაცა ისე შეიძლება ვიყოთ ქართველები, რუსებიც იგივე დღეში არიან სიტყვაზე, გატეხილები, რომ ამი მე არის, რომ საერთოდ აღარ აინტერესებს ჭეშმარიტება. ეს ყველაფერი არის მათთვის უკვე ძალიან მძიმე. იქ მიდის უკვე აი ვიღაცა ვიპოვო, ვისაც მთლიანად დავაპროეცირებ ჩემს ბრას, აგრესიას, მე არ ჩემი თავი მომწონს, არ ჩემი ბევრი რაღაცები მომწონს, არც ჩემი ბედი არ, ჩემ თავთან მაქვს პრეტენზიები და ვიღებ ამის პროექციას, ვადებ სხვას და მსხვერპლი მჭირდება მოკლედ რა. აი როცა ამ მდგომარეობაში ვარ, მე რა თქმა უნდა ახლა კანონებზე ვერ ვილაპარაკებ, ხო? იმიტომ რომ ეს კანონები უკვე მე ხელს მიშლის, გამოვხატო ჩემი აგრესია სადღაც, ხო? და იმათ უკვე აღარც აინტერესებთ იუპიტერის ენერგია, აღარც აინტერესებთ helicopter view, აღარ აინტერესებთ იქ ზოგად საკაცობრიო თემები და აღარ აინტერესებთ არც რელიგიური კანონები, არც კარმის კანონები, აქ მიდის თავარი, რომ ვიღაცა, ფაქტიურად ეს არის ენერგეტიკული ომი, ადრე თუ ადამიანები ერთმანეთს ესე ხოცავდნენ, აი ზუსტად ამის გამო, რომ თვითონ პროეცირება არის, ხო, ვერ უმკლავდებიან თავიანთ აგრესიას. აი კარგი იუპიტერიანული სამყარო რა არის? აი ზუსტად ის ევროპამ ეს მოახერხა მაგალითად, რომ საკანონმდებლო დონეზე სამართლიანი იყოს სახელმწიფო, საზოგადოებაში იყოს უხილავი, მუთქმელი კანონები, აი რაც გითხარით, რომ წესი არის, რომ უნდა მიესალმო იქ ლიფტში ხარ, კიბეებზე ჩადიხარ, პარკში გადიხარ, მაგალითად, ეს არის გახსნილობა, ეს არის უხილავი დონეზე ელემენტარული კანონი, რომ მე უნდა ვიყო გახსნილი, მე წინა მტერი არ ამყავს. და თუ მე მაქვს ჩემი პირადი პრობლემები, მე ჩემ თავში ჩავკეტავ ამას, სხვას არ გადავაყარი, ხო? ესეც შეთანხმება არის, ესეთი კანონის მიღმა, ხო? და ეს არის უკვე აქ მივდივართ, აი ზუსტად იმ სამართლიან სახელმწიფოს იდეამდე, ხო? რომ ადამიანები თუ არა ვართ სამართლიანები, იქ არის ომი, იქ არის ქაოსი, იქ არის დაბალი განათლება და დაბალი ინტელექტი, იმიტომ რომ ახლა თუ ეხლა თუნდაც ჩვენთან რაც არის ხა ბევრი კუთხით, ევროპელი საზოგადოება ამას არ მოითმის ახლა, რაც უფრო მეტი განათლება არის და მეტი კულტურა არის, ახლა ესეთი корпуსების ჩაყრა და ხა რო გავდივარ ხოლმე დილით იშვიათად რო ესე ადრე გავიდე, მაგრამ საათ ნახევარი ხალხი ჩვეულებრივად ზისაცობში. იმის გამო რომ ვიღაცებს აქვთ კარგი შემოსავალი აი ამ უკანონო მშენებლობებისგან, პირდაპირ შემიძლია ესე ვთქვა, ხო? ახლა როცა პატარა ნაწილზე მთლიანად კეტავენ უბანს, ეს უკვე კორუფციაა რა, ჩვეულებრივი, რაც რუსეთში ხდება, ხო? შესაბამისად, ამას თუ ვითმენ, ესე იგი არა მაქვს რა მაინც ინტერესი, მოთხოვნილებები არა მაქვს დიდი, ეს ფართო ხედვა არა მაქვს, იუპიტერიანული ენერგია არა მაქვს, ხო, სადღაც. სამართლიანობა, ჩემთვის არ არის რა, მისაღები, ხო? ეხლა ცოტა ჩავა საზოგადოებრივე, მაგრამ რეალურად ესე არის, რო აგიხსნათ უფრო კარგად, როგორ მუშაობს იუპიტერიანული ენერგია. და რაც უფრო აი ეს მე მეხება უსამართლობა, იქ იუპიტერის ენერგია უფრო მაღალ დონეზე მაქვს, ხო? და აი ვინც მაგალითად იბრძვის ხოლმე იქ სიმართლისთვის, პოლიტიკური სამართლიანობისთვის, სხვათა შორის ამ უნგრეთის იმაზე ლიდერზე რო ლაპარაკობდი წინაზე, იუპიტერი სატურნი უდგას და ძალიან მკაცრად იცავდა ამ იუპიტერიანულ ენერგიას, ხო? ეს სატურნი აქ შემოდის იუპიტერთან, უკვე ძალიან პრინციპულად ძლიერი დაცვა, კანონი და კარმა, ხო, ესე რო ვთქვათ, ხო? აი ეს არის პირდაპირ, აი მეც მსგავსი შეერთება მაქვს და ჩემთვის ძალიან აი იცით როგორ ის არის, აი ზუსტად ხედავ ხოლმე მიზეზ შედეგობრივ კავშირს. რომ ადამიანი თუ ვიღაცას კარავს ხელს, იმასაც კრავენ ხელს. ეს არის ორჯერ 4. და ძალიან მეკრს ხოლმე რომ ამას ვერ ხედავენ თვითონ. თვითონ გონიათ რომ მე შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ ჩემთვის ეს შეიძლება, სხვისთვის არ შეიძლება. აი აქ უკვე შევდივართ იუპიტერის დარკ მხარეზე, ნეგატიურ მხარეზე. ნეგატიური მხარე იუპიტერის, როცა არასწორად არის დაჭერილი, ზუსტად ეს არის, რომ მე სადღაც ყველაფრის უფლება მაქვს
მე შემეძლია მთელი ჩემი აგრესია გადავარტყა სხვას, მე შემიძლია მანიპულაციურად მსხვერპლის როლი ვითამაშო, შეუჩიჩხინო ვიღაცას და მე დავდგა დრამა მაგალითად, ხო? რაც ხშირად ხდება ხოლმე განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში აქვთ ხოლმე ეს პრობლემები. მე შემიძლია ძალიან ბევრი რამ, ოღონდ სხვასთან პრეტენზია მექნება. სხვას არ მეცემ ამის უფლებას, ხო? აი იქ უკვე შეიძლება ვიყო ძალიან აგრესიული. აი ეს არის იუპიტერის, ოღონდ უკვე ვეძახით ხოლმე ამას, იუპიტერი ხო ადიდებს ყველაფერს და ეგოს გადიდებაც შეგვიძლია აქ ვთქვათ. საკუთარი თავის გადიდება, ხო, მნიშვნელობის გადიდება და ოღონდ უსამართლობაში გადავდივართ, ხო აქ. აი ვერ ვიტყვი რომ ხა დაზიანებული იუპიტერის ხალხს აქვს ესე არ არის, ეს არის უკვე ამ ყველაფრის მიღმა, როგორც ახლა სხვა პლანეტებზე ლაპარაკობ უმაღლეს ვიბრაციაში, სატურნზე ჩავწერე ბევრი ვიდეო, უმდაბლეს გამოვლინებაში, ხო? აი ესე იუპიტერის ენერგია არის ზუსტად ეგრე. მე თუ სამართლიანი ვარ, ოღონდ ჩემთვის კი არა, ყველასთვის უნდა ვიყო სამართლიანი და მე ამას ვხედავ კარმას მაგალითად, რომ ამას რო აკეთებს ვიღაცა, ხო? იქ უკვე კარმა, ნუ ჩემი გაგებით როგორ შემოდის, იცით, რომ მე თუ ვასწავლი იქ, სადაც მე მაინც არ მესმის, რას ვასწავლი, მე იქ პროცესები არ მიჭირავს, თუ არ ხელმძღვანელი, სადაც აი ეს ღირებულებითი სისტემა მაინც არა მაქვს და არ მიჭირავს ეს ხალხი კარგი დაჭერა, რას ნიშნავს, რომ ღირებულებებში ხო უნდა გქონდეთ სამართლიანობის განცდა, რომ აი უფროსი არის სამართლიანი და აქ რაღაცა პროცესი თუ ხდება, ის დაიჭერს ამ პროცესს და სამართლიანი იქნება. შესაბამისად, თუ არის ხელმძღვანელი სამართლიანი, თავად თვითონ მას ხელმძღვანელობის ქვეშ ვინც დგას, იმას იქნება რაღაც თავშეკავება, ხო? და სხვათა შორის, სადაც ვაკვირდებოდი, სადაც პრობლემები იყო, ყოველთვის ხელმძღვანელობასთან მივდიოდი. ანუ სულ იყო ხელმძღვანელის პრობლემა. ან პედაგოგი არ ვარ გახოლმე, როცა იქ რაღაც ან არ სწავლობენ, ან ცუდად სწავლობენ, ან ტოქსიკური ველი არის, ან ბიზნესის მმართველი ვიღაც არის ტოქსიკური, რომელიც მე ბიზნესი უნდა გაკოტრდეს მაგალითად. ან შეიძლება იყოს რაღაც კომპანიის ხელმძღვანელი, ან ქვეყნის ლიდერი ტოქსიკური, მაგალითად, რომელიც მე ელპება მთელი სახელმწიფო ვერტიკალი. ანუ მე მაინც ესე ვხედავ იუპიტერის და სატურნის თამაშებს, იმიტომ რომ ეს ორი ესეთი ოპოზიციური ენერგიებია, ხო? ერთი არის მაგალითად კარმა და შეზღუდვები, მეორე გაფართოება და იღბალი. და აი, როდესაც ამ იღბალს ვიღებთ, მაგრამ ჩვენ იქ რაღაცებს ვაფუჭებთ, სწორ სამართლიანობის პრინციპზე არ დგას ეს ყველაფერი და საერთოდ არც გვესმის რა არის ეს ყველაფერი, აი მათ ვიგროვებთ უკვე ნეგატიურ კარმას. ხო, აი მშვილდოსნურ ენერგიაში, ფილოსოფიურ ცნებაში ვაგროვებთ ნეგატიურ კარმას. და აი ამ შემთხვევაში, როცა ეს არის, მე ან სამყარო იქნება ჩვენთან, ჩვენი გაგებით უსამართლო, ან იღბალში გვექნება პრობლემები მაგალითად, ხო? ან შეიძლება იყოს მაგალითად ახლა იუპიტერი 4 არის, ეს არის მომავლის ენერგია, ეს არის ფინანსური რესურსები მაგალითად და შეიძლება ეს ეგრეგორი იყოს უკვე ჩემს წინააღმდეგ. მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რაღაც სფეროში, რომელიღაც პლანეტაში რაღაცას თუ ვაფუჭებთ, იმ ეგრეგორთან დავალიანება გვიჩნდება. ეს უნდა ავინაზღაუროთ მე, ხო? ორჯერ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ გავასწოროთ, ხო? ბალანსი აღვადგინოთ, კარმულ ბალანსს ვამბობთ აქ, ხო? და საბოლოო ჯამში ძალიან კარგად თუ გვაქვს იუპიტერი და მეცხრე სახლი ათვისებული, მშვილდოსანი ათვისებული ენერგეტიკულ დონეზე. ანუ ხო გეუბნებით არ აქვს მნიშვნელობა პირად რუკაში ეს როგორ არის. ჩვენ რამდენად გვაქვს გვესმის ეს მარტივი ჭეშმარიტებები, ხო? აი ძალიან მარტივი, რომ ახლა ადამიანებთან ვიყოთ ძალიან სამართლიანები, ხო? აი ხა რო უყურებ რაღაცა თამაშდება და იქ ძალიან მარტივად ჩანს. ხა ძალიან პოლიტიკურად ხსნი, მაგრამ ხა რაც ხდება მაგალითად რომ დაჭერები არის და ახალგაზრდები ეს არის, ხო ძალიან მარტივი არის, აი ძალიან მარტივი ღირებულებები უნდა გქონდეს, რომ აქ მიხვდე სად არის ჭეშმარიტება. აი მე ცოტა შოკიც მაქვს ხოლმე, რომ ამაზე რატო უნდა გვიწევდეს ლაპარაკი, მაგრამ თურმე გვიწევს, ხო? და ეს პრობლემა არის. აი თუნდაც ახლა ამერიკაში რომ დონალდ ტრამპი კი მესმის იქ დიცურეთში რატო მოვიდა ეს ადამიანი, რომ მეორე მხარეში ბალანსი იყო დარღვეული და რაღაცა გასაგებია, მაგრამ
მეორე კუთხით, აი მომავალთან უკვე სერიოზული პრობლემები არის. ახლა ვინც ახლა ანალიტიკას უსმენს და კარგ სიზეთ მნიშვნელოვან სტატიებს ეცნობა, ისინი ხვდებიან, რასაც მაქვს ლაპარაკი, ხო? კიდე არის ესეთი რაღაც, რომ გლობალურად რაც ხდება, მოდი აი ესე გავმიჯნავ სულიერი რელიგიური კანონები და იმის ქვედა ანარეკლი სახელმწიფოები და პოლიტიკური ველი. აი ძალიან ბევრ ადამიანს მაგ ენერგიებთან არ აქვს უბრალოდ შეხება, არ იციან. ანუ აი ძალიან მარტივ დონეზე შეიძლება იყოს განათლებული ადამიანი, მაგრამ პოლიტიკაში როგორც კი შეკითხები, საერთოდ დეზორიენტირებულები არიან, არ ესმით, ხო? და შეიძლება აი მინიონებს ვეძახი, ვიღაცა დარქი იყოს, აი ნუ გამოხატული ნეგატივი და აი ეს მოწონდეს და გავგნებული ვარ ხოლმე ზოგჯერ, რომ აი რაღაცა მარტივი როგორ შეიძლება არ გესმოდეს ადამიანს, ხო? და აქ მარტივზე რაზე არის საუბარი, ისევ კარმის კანონებზე რომ მივდივართ, რომ ამბობენ, რომ აი სად არის კარმა და აი რაღაცა მარტივი რომ დავარღვევთ კანონი, აუცილებლად მე ეს წინ დაგხვდება. ან ჩანს ძალიან კარგად ეს, ხო? რაღაც კანონებს ემსახურება სამყარო ყოველთვის, ხო? მინიმუმ ეხლა ჩვენ თუ ნეგატივში ვართ, აგრესიაში ვართ, რაღაცები გვემართება მე ჯანმრთელობაზე სიტყვაზე, ხო? ან თუ რაღაცა მოუნელებელი ბრაზი მაქვს, რაღაცა მემართება, ხო? და აი მარტივად რომ გავყვეთ, ეს კანონები არის, რომელიც ძალიან ხილული არის. ფსიქოსომატიკა აბა რა არის, რისი მეცნიერება არის, ხო? რომ ნენალა მიხვდნენ, რომ ჩვენი ემოციები, ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ქმნის გარკვეულწილად ან მაღალ იმუნიტეტს, ან სილამაზეს, ან სიხალისეს, ან პირიქით ჯანმრთელობის პრობლემებს. ხო, აი, ნუ აი ესეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე ლაპარაკობ აქ. აი, როდესაც აი ეს ელემენტარულში გარკვევა არ ხდება, მე თვითონვე აი როგორც ჰიტლერს გაყვნენ მაგალითად გერმანელები, პროექცია მოახდინეს პირდაპირ ამ გერმანელებმა, ამ ებრაელებს, ხო, მთელი თავის დარქი მიაწებეს, ეს არის პროექცია, ისინი არიან ცუდები, ჩვენ კარგები ვართ, უკვე ეს პროექცია არის. ხო და საბოლოო ჯამში ну მანდი ეგოს აღზევება მოხდა და ეგოს აღზევების დროს ნარცისული ტიპაჟის ფსიქოტიპი შემოდის და ერში იყო უკვე ნარცისიზმი ფაქტიურად და მოხდა ზუსტად ეს რომ მე ძალიან ცუდად მოუბრუნდათ ეს ყველაფერი. ანუ ეს არის უკვე კანონები. რომ რამდენჯერაც იქ ბუროტება ეცა და თავი გაეტანა თვითონვე ინადგურებს მე თავის თავს, ხო? და აი აქ უკვე გადავდივართ ხა მარტივი ღირებულებების, სულ მარტივი რო არ ესმოდა ამხელა ერის უმეტეს ნაწილს, ну მე დაემართათ ის რაც დაემართათ. რუსეთშიც იგივე ხდება. ну ჩვენთანაც მსგავსი ხდება უკვე და რეალურად ეგ არის. იუპიტერიული ენერგია თუ არა აქვს ერს, საზოგადოებას, ჯგუფს, უახლოეს გარემოცვას დაჭერილი. ის უკვე თვითონვე კარმულად ინადგურებს აუცილებლად მერე თავს. ну ეს არის სამყაროს კანონები ფაქტიურად და უნდა გაიზარდონ ამ დონეზე, რომ ნენელა მიხვდნენ, რომ უნდა გაიფართო ოცნობიერება, უნდა განვითარდნენ შინაგანად, ხო? და აი ამ სამყაროს კანონებს უნდა ჩაწვდნენ. აი ეს ასტროლოგიაც, ეს ვედური ფილოსოფია იქნება, ეს ქრისტიანობა იქნება, ბუდიზმი იქნება, სხვა მიმდინარეობები იქნება, აი ამ კანონებთან მოდის სულ შესაბამისობაში. მაგიტომ ამბობდი სულ რომ იუპიტერიანული ენერგია და მშვილდოსნის ეს არის ასტროლოგია, ეს არის ეზოთერული სწავლებები, ეს არ არის აი ესეთ ესოთერიკოს რო ეძახიან ხოლმე ჩვეულებრივ მჭყიბავებს, ხო იცით და შარლატანებს. ეს არის ქურუმების ენერგია, ეს არის ფილოსოფია, ეს არის უდიდესი შინაგანი ცოდნა, რომელიც სამყაროს კანონებთან რო შეხება, ხო? უნდა ვითარდებოდე შენ თვითონაც, ძალიან ბევრს უნდა კითხულობდე, ძალიან ცნობის მოყვარე უნდა იყო, ძალიან გახსნილი უნდა იყო სამყაროს მიმართ და ძალიან სერიოზული თემა არის იუპიტერის დაჭერა, ხო? იუპიტერის ენერგიის შეცნობა და აქ ცოტა სხვა იერარქიები არის ხოლმე საჭირო, რომ აი აქ ამ ფილოსოფიურ ასპექტში შევიცნოთ, ასტროლოგია ეგ არის, ზუსტად ზევიდან შევხედოთ პროცესებს. და მშვილდოსანი მართავს ასტროლოგიას ურანთან ერთად, მაგრამ ურანი უფრო პროგნოზირებადი ასტროლოგია არის, იუპიტერი უფრო ეს ასტროლოგია ხა მე რასაც ვლაპარაკობ ხოლმე, ხო, ფართოდ დავინახოთ ყველაფერი, ყოველი პლანეტა მის დიდებულებაში დავინახოთ და ჩვენ თავის გავზარდოთ ამ დიდებულებასთან, ხო? აი, დავამუშავოთ პლანეტები, რას ვიძახით?
კი არ ვიტრიალოთ ეხლა რომ აი ფული მქონდეს, იქ რაღაცა პატარა აღიარება მქონდეს ჩემთვის, ფირმა მქონდეს და მორჩა მე კონყოფილი ვარ. აი სულიერ განვითარებას გულისხმობს იუპიტერი, ხო, რომ ეს სულიანად ღირებულებებში უნდა გავდიდრდე და არა მარტო ფინანსურად, ხო, ეხლა აი ტრამპს რო შეხედავთ, ყველაფრით რო ვაჭრობს, ის არის ღირებულებებისგან გამოცარიელებული ადამიანი, არაფერი ღირებულება არ აქვს, არანაირი ყველაფერს გაყიდის რამე რო იყოს, ხო? მისი ღირებულება არის ეგო და ფული. აი ეს არის ყველაზე დაბალი გამოვლინება მშვილდოსნის და იუპიტერის ენერგიის. ეს არის აი ნუ ფსკერს რო ვეძახით, ოღონდ იუპიტერიანულ ენერგიაში და თარო მოდის ხელისუფლებაში ის ადამიანი, რომელიც საერთოდ ღირებულებებისგან გამოცლილია, იგივე არის ზუსტად ეს ჩვენი ივანიშვილიც მაგალითად საერთოდ ღირებულებაა, როცა აი ვაჭრობაზე არის დაგებული, ყველაფერს გავყიდი, ну იგივე იუპიტერიანული განულებული ენერგეტიკა არის, ხო? მე ამ ეგრეგორთან გროვდება ვალები. ახლა და აი ამ ეგრეგორთან ვალები რო არის, მე ძალიან სერიოზული უწევთ ამის გამო. მუშაობა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ კატეგორიას ვინც აძლევს ძალაუფლებას, ან იმ მასწავლებელს ვინც აძლევს ძალაუფლებას, იმ ხელმძღვანელს ვინც აძლევს ძალაუფლებას, ეს მათი პასუხისმგებლობა არის მე და როგორც ჰიტლერს მისცეს ძალაუფლება, ხო? მინიონებმა, ესე რომ ვთქვათ და შემსაყარებელი თვლი არის არა და ძალიან მეყვარს. მაგრამ, ну, ესეთ იუმორით რომ ვთქვათ, ეს თემა არის. ამიტომ იუპიტერს აი ძალიან ფართოდ რო შეხედოთ, აი ამ მასშტაბში უნდა შეხედოთ აუცილებლად, რომ ეს არის ძალიან მაღალი კანონების მქონე ენერგია, ის მოითხოვს მუდმივ ჩვენს სულიერ ზრდას, მუდმივ კონტაქტს სამყაროს კანონებთან და ძიებას ამ კანონების, როგორც კი რაღაცა მაწუხებს, უბრალოდ ვიცი რომ რაღაც კანონი დავარღვიე სამყაროსეული, ჩემ ენერგეტიკასთან რაღაც არ გავაკეთე სწორად და ეგრევე ხვდები რომ აი სამყაროს თავარ სწორ ბალანსირებულ ენერგიასთან დისონანსში შევედი. და სხეულზე დაკვირვებული თერაპიებით მე ვიკვლევ ხოლმე ამას, რა იყო არასწორი, თქვათ, მე არის რელიგიური მონანიების პრაქტიკები და მონანიება არ გულისხმობს, არის რა ცუდი ვარ თემა, ეს არის გაცნობიერება, შეხება იმ ფრუსტრაციასთან, ხო? და თერაპია ზუსტად მაგას გულისხმობს, ანუ სწორი ღირებულებებზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია იქნება, ასტროლოგიური თერაპია იქნება, სწორ კანონებზე უნდა იყოს დაფუძნებული, სამყაროს კანონებზე და არა პირადად ჩვენს ეგო კანონზე. ხშირად არის ხოლმე თერაპიებზე, როცა ვაკვირდები სხვებთან ხოლმე, აი მიდი და შენ შეგიძლია და შენ მაგარი ხარ და საფუძველს არ უქმნიან ხოლმე ამ ადამიანს და მე აქვს უამრავი პრობლემები სხვადასხვა და იმიტომ რომ ცრუ ეგოს ვაყალიბებთ ამ დროს, იმიტომ რომ აი ამ ფილოსოფიურ, რელიგიურ, ეზოთერული ჭრილით იქ სხვა რაღაცები ჩანს. ფსიქოლოგიაში ეს მაინც არ ჩანს, ხა მაგის მეს რას უყურებ, ხო? და მე აქ მოდის უკვე სხვა პრობლემები. ამიტომ აი ეს ღრმა, სიღრმისეული კანონები სამყაროს დიდი სურათიდან დახედვა, ხო? ეს არის იუპიტერის ენერგია, მეგობრებო. და აი ყველა ფსიქოლოგი გურუ უნდა იყოს, ხო, რომელიც ამ კანონებთან კავშირში არის, ხვდება ამ ენერგიებს, ხო, და ეს თუ არ არის, მე მეყვავს ადამიანები ცრუ გზაზე ბრჭყალებში რო ამბობთ, ხო, და ცრუ გზაზე მე ჩვენც გვემატება კარმა, იმ ადამიანებსაც ემატებათ კარმა უკვე სატურნული ენერგია. და ძალიან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პლანეტაა იუპიტერი, აი ზუსტად ამ კუთხით, რომ ამით უნდა ვსუნთქავდეთ, ამით უნდა ვცხოვრობდეთ, მუდმივი სწავლა, მუდმივი განვითარება, მუდმივი დაკვირვება ამ კანონებზე, სულიერების განვითარება საკუთარ თავში, რაღაცა თუ არა გვაქვს, რაღაცა თუ გვაწყენინეს, არა უშავს, ხო, რაღაც აი დიდ სურათში უნდა შევხედოთ, რისთვის ხდება, რატო ხდება, თვითრეფლექსია გამოვიყენოთ, ხანდახან დეფლექსიას გამოვიყენოთ და გავერიდოთ დესტრუქციულ პროცესს ხოლმე. ხაშეს მე ხშირად მაგ დეფლექსია, აი თუნდაც ჯგუფურ თერაპიებზე ხოლმე და გარდა შეიძლება ეს ვერ ხედავდნენ რატომ აქვს რა, არ ჩანს ახლა ეს მიზეზები და რო დამიწყია მე ეს შინაგანად კვლევა, აი რატომ აქვს დეფლექსია, ხო? და ან ხანდახან ყურსასმენს გავიკეთებ შუა თერაპიის დროს, ან უბრალოდ ვიყურები და საერთოდ ამრიდებლობა მაქვს, არ ვერევი ხოლმე რა პროცესებში და
რომ შემიხედავს, აი ზუსტად ამ კუთხით, რომ აი ამ იუპიტერის ენერგიასთან, როგორც კი დავინახავ ხოლმე, რომ ძალიან პირველ კლასში პროცესი მიდის, იქ უბრალოდ ვერ ხედავ ხოლმე, აი დროს კარგავ, ესეთი განცდა მაქვს, რომ აი უნდა ვიდგე და ველოდებოდე ვიღაცას, როდის ელემენტარულს ისწავლის, ხო? ელემენტარული მიმართვა როგორ არის, აი ეს მიხვედრა როგორ არის ელემენტარულ კულტურაში, სანამ გაერკვევა ადამიანი და შენ რო იქ სადღაც ახარ უკვე კოსმოსში და აქ ჯერ იმას რო არ ყვევენ, დებილო რო არ უნდა დაგიძახო და იდიოტო რო არ უნდა გიპასუხო, ხო? თუ მინდა დიალოგი. ანუ ძალიან მარტივ რაღაცებს რო ვაკეთებ, ნუ მეზარება ხოლმე მე ეს ელოდინი ენერგეტიკულ დონეზე ჩახვიდე და ბლა და ელოდო. როდის რაღაცას მიხვდებიან და ნუ მე იზოლებული ხარ გიწევს მე და ნუ გეზარება, იმიტომ რომ არაფერს არ გაძლევს, ეს უკვე გაიარე შენ 1-10 ინკარნაციის წინ სიტყვაზე, ხო? და ნუ ეს არის ახლა შენთვის ანი-ბანისში გარკვევა და ნუ დეფლექსირებ მე რა, არაფრის მომცემი არ არის შენთვის, მილიონჯერ გადაღეჭილი, დახურული და ნუ ზიხარ ელოდები რა, ახლა როდის ესენი რაღაცაში გაერკვევიან, მაგრამ აი თუ არის ხოლმე საინტერესო ხალხი ვარე ხოლმე აი ეს კულტურაც აქვს ეს ინფორმაციული მარაგი ხო ამ კანონებთან აი იქ ენერგიული წხდები აქტიური წხდები საკმაოდ სმენელი ხდები ძალიან აქტიური დეფლექსია კი არა პირიქით ბოლომდე ვარ ხოლმე ჩაფლული და ნუ იქ ხედავ რა აი ჩემ დონის ენერგია ან ჩემზე მეტი მაგალითად და მე მაინტერესებს და იქ რაღაცას სწავლობ რაღაცას არაფერ რაღაცას სწავლობ ხო არიან ხოლმე ზოგჯერ გეშტალტზე ისეთი კაი მენტორები აი ეს გასასვლელი უსმენ ხოლმე ესეც საინტერესო ხალხი არის რაღაც ენერგეტიკულადაც და ენერგეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოთაშორის მეგობრებო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ცოდნები აბრეხონ და ვერ უჭირავს ხელში პროცესები. ენერგეტიკას ვთქვით ვერ იჭერს რაღაცას და მე ეს პატარა ისინი ამოდიან ხოლმე ზევით ეს არა იუპიტერიანელი ხალხი და მე ქაოს იქნება. იუპიტერი ეს არის სამყაროს კანონები და ქვეყნების კანონები. თუ ეს არის მორღვეული, არის ომი, არის აგრესია, არის დესტრუქცია მეგობრებო და არის განადგურების მცდელობები. აი ეს დაიმახსოვრეთ ყოველთვის. სადაც იუპიტერი არის, იქ პატივისცემა არის, ურთიერთკანონების რაღაც ისეთი საზღვრების დაცვა არის, ანუ საზღვრებს იუპიტერიანული ენერგიით ვიცავთ მაგალითად, ანუ სასწორის პრინციპიც არის საზღვრების ზოგადად, მაგრამ იუპიტერი ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცა ძალიან ყველასთვის წესებია შექმნილი, ყველასთვის კანონები არის შექმნილი და აი თუნდაც თუ გაიგებთ, რომ და-ძმას არ ელაპარაკება და დესტრუქციული ოჯახია, რატო? იმიტომ რომ იუპიტერი არ იყო ამ ოჯახში აქტიური, რა არის იუპიტერი? წესები არ იყო დაწესებული, ხო, რომ ამას შენ არ გაგუფლება ესე მიმართო, ისწავლე სწორად გამოხატო შენი თავი. ეს ბავშვობიდან ისწავლებოდეს. როცა ამათ ასწავლი, უკვე საზღვრები მონიშნული არის და უკვე იციან როგორი ურთიერთონ ერთმანეთთან და მე კონფლიქტი უბრალოდ აღარ ხდება. ფაქტიურად კარგი იუპიტერით ჩვენ ვიცავთ ომისგან სიტუაციას, როგორც პოლიტიკური კუთხით, როგორც საზოგადოებრივი კუთხით, ისე რეალურად ჩვენ ცხოვრებაში. ან მყავს მეგობრები, რომელთანაც არასოდეს არ მჭუბია. ჩემი მეგობარი არის ერთი, 5 წლიდან მეგობრობთ და არასოდეს არ გვიჭუბია, იმიტომ რომ აი ეს კანონები შიდა, რაღაცა კონსტრუქციული კანონები ყოველთვის გქონდა და საზღვრებს ვიცავდით, არასოდეს არ მიგვიცია საკუთარი თავისთვის იმისი უფლება, რომ ერთმანეთის საზღვრები უხეშად გადაგვე ლახა და ჩემთან ზოგადად ესეთი ხალხი არის, ანუ ეს არა იუპიტერიანული ენერგია, ეს ჩემთვის ძალიან, ну, დროის კარგვა არის, ჩემთვის პირადად ელემენტარული კულტურა სადაც არ არის, დროს კარგავ რა და ეს მენანება ძალიან, რომ ჩვენ რაც ყველა ძვირფასი გვაქვს, ეს არის დრო. ამ დროს გაფრთხილება ჭირდება. და გაფრთხილება, იმიტომ რომ ეს დრო არის ენერგიაც ასევე და აი ამ იუპიტერიულ ზონაში ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ნახეთ, გადახედეთ თქვენი იუპიტერი, თქვენ გარშემო რამდენად გეხებათ ეს ეხლა რაზეც ვისაუბრეთ, რამდენად შეიძლება აი ჩაუღრმავდეთ კიდევ უფრო ამ თემას და უფრო დაგაინტერესოთ, ვეცადე რომ კიდე სხვა კუთხით შემოთავაზებინა თქვენთვის იუპიტერის ენერგია. მედი საინტერესო იყო თქვენთვის და გველოდები ხოლმე კომენტარებს ამ თემაზე და გელოდებით მეგობრებო დამიწერეთ, რაც გაინტერესებთ და დროებით კიდე შემოგთავაზებთ ისე კიდე პლუტოს უნდა დაუბრუნდე აი ამ სიხშირეზე და დროებით